დავთავრეთ ჩაწერა რა. წინ ჩაგიდგეთ მაშინ და ეს როგორ გავაკეთე? ნახევარი საათი გაგრძელდება და არ გინდა არ არის გამარჯობა. თბილისის ცნობილი თურქი მსახიობი იუნესკოს კეთილი ნების ელჩი მურატ ილდირიმი სტუმრობს. ის სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტების საქველმოქმედო ორგანიზაციას დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდს. მსახიობი აქტიურად ეხმარება თურქეთში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და საქართველოშიც მისი ვიზიტის მიზანი პატარების დახმარებაა. მსახიობი დღეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოინახულებს, საღამოს კი საქველმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქართველოში ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდიმირი ჩამოვიდა. მსახიობი საქართველოში დიმიტრი ცინცაძის ფონდის მოწვევით იმყოფება. მან მედის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა. ილდიმირი აქტიურად თანამშრომლობას აპირებს ფონდთან, რათა დაეხმაროს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. მურატ ილდიმირი იუნესკოს კეთილი ნების ელჩია. მსახიობი თურქეთშიც აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში. ილდიმირი დღესვე იაშვილის კლინიკაში მყოფ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრება. Dareket dağmaret lekemi დაავადებულ ბავშვებს. ცნობილი თურქი მსახიობი იუნესკოს კეთილი ნების ელჩი მურატ ილდირიმი თბილისს სტუმრობს. მსახიობი საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაციის დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მოწვევით იმყოფება. ცნობილი მსახიობი მეზობელ ქვეყანაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მურატ ილდირიმი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს მოინახულებს. ცნობილი თურქული სერიალის მთავარი გმირი სავაშ ბალდარის როლის შემსრულებელი მსახიობი მურატ ილდირიმი თბილისშია. ის საქართველოს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მოწვევის სტუმრობს. მსახიობი თბილისის მერიოდში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ჩამოსვლის მიზეზი გააცნო. ის თბილისში საქველმოქმედო ვახშამს დაესწრება, რომელიც ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გაიმართება. მიხარია რომ თქვენს ქვეყანაში პირველად სწორედ ასეთ კარგ საქმეზე ჩამოვედით. ფონდთან აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებ. ეს ის საქმეა, რომელშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთმანეთის გვერდზე დავდგეთ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ეს დასაწყისია და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ და მეც მზად ვარ გვერდში დავუდგე მათ. მადლობას გიხდით, რომ ასეთ კეთილ საქმეს ემსახურებით. მინდა მეც მხარში დაგიდგეთ. რა თქმა უნდა, მარტო ვერაფერს გავხდებით, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, ამ ადამიანებს მდგომარეობას შევუმსუბუქებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლიც. ბუნებრივია, სახელმწიფო გადაწყვეტილებების გარეშე მხოლოდ საქველმოქმედო ფონდებს მუშაობა გაუჭირდებათ. საქართველოში პირველად ვარ და იმედი მაქვს ახლო მომავალშიც ჩამოვალ. ჩემი ძირითადი მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოვინახულო და მათ მხარში დავუდგე. აუცილებელია რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ამ ბავშვების დასახმარებლად. ამ პრობლემის გადასაჭრელად ქველმოქმედებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერაც. იმედი მაქვს მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან ხშირად გაიმართება. თბილისში ვიზიტად მყოფი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეწვია. მსახიობმა ყველას გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოში მათ დასახმარებლად ჩამოვიდა. ცნობილმა მსახიობმა პატარებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. მურატ ილდირიმი საქართველოში დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მოწვევით ჩამოვიდა, როგორც ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, მისი ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა და მომავალშიც ერთობლივ პროექტებს დაგეგმავენ. მე ვფიქრობ, რომ ამ პატარებმა უკეთეს საავადმყოფოში უნდა იმკურნალონ. რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ მათ დასახმარებლად, მაგრამ ქველმოქმედებაში აუცილებელია ჩაერთოს როგორც ბიზნეს სექტორი, ასევე სახელმწიფო. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ პატარებს, რადგან მათ კარგი მომავალი და ჯანმრთელობა ჰქონდეთ.